უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვას და ეკონომიკის მთავარი კვანძი. ახალი საბაგირო გზა ბათუმსა და ფერიის გორას ერთმანეთთან აკავშირებს. ბათუმის პორტში ამერიკის მეექვსე სამხედრო საზღვარი. აეროპორტში ფრენები დროებით შეჭრება. ტერიტორიას სპეციალისტებმა 15 მილიონი ლარი დაიხარჯა. რამიშვილების ბათუმური კონი აფსარას ციხეში მეცნიერები სექტემბრის თვეში დაიხარჯა. სახალხო დამცველის წინადადება საქართველოს პარლამენტს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება. სამწუხაროდ იყო დაფიქსირებული შემთხვევები, როდესაც მშობლები აიძულებდნენ საკუთარ არასრულოვან შვილებს ნაადრევ ქორწინებას. როგორ აფასებენ ნანუაშვილის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში? მე მიმაჩნია ჩვენ უკვე არსებული სამართლებრივი მექანიზმები, რაც გაგვაჩნია იმის გამოყენებასაც ვერ ვახერხებთ. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე პასუხისგებაში მიეცა, რასედავება მათ საგამოძიებო სამსახური. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით არსებითად დაიღო სახელმწიფო ინტერესი და ქალაქ ბათუმის მერიას მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი. ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის მერიასა და საკრებულოში მმართველი გუნდი კომენტარს არ აკეთებს. საცხოვრებლის დაკარგვის საშიშროების წინაშე მდგარი 5 ოჯახი ვის ეკუთვნის რეალურად კორპუსი კომახიძის 100 ნომერში და რა პრეტენზიები აქვთ მის ბინადრებს სამთავრობო კომისიასთან. სასამართლო არ აკმაყოფილებს და ამბობს, რომ არც ერთ მხარეს თქვენას არ გეკუთვნით და დარჩეს ისევ ეკონომიკის ბალანსზე. კომისიის წევრების არგუმენტები რის საფუძველზეც უარყოფითი რეკომენდაცია მომზადდა. ეს არის მთავარი 9-ზე და მე მისი წამყვანი ნინო გორჯელაძე საღამო მშვიდობისა. ხულოს გამგებლის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე და მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე თანამდებობებზე რჩებიან. ჟილინის არხის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით საქმეზე გამოძიება გრძელდება. რასედავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ლაშა ბოლქვაძესა და არჩილ ვანაძეს. სტუდიიდან დეტალებით ქეთი ჭყონია გვერდება პირდაპირ ეთერში. ქეთი, საინტერესოა რა გამოხმაურება მოყვა მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემის საკითხს. ჩვენ ვცდილობდით არჩილ ვანაძესთან და ლაშა ბოლქვაძესთან დაკავშირებას. ქეთი გააკეთეს თუ არა მათ კომენტარი აღნიშნულ საკითხზე. დიახ, ნინა, მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით პასუხისგებაში მიცემულ პირებთან დაკავშირებას, თუმცა არც არჩილ ვანაძემ და არც ლაშა ბოლქვაძემ დღეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კი ირკვევა, რომ ქალაქის მერიამ შეპესე ტონი და კომპანიასთან ჟილინის არხთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა. შეპესეს მიერ საბანკო გარანტიების წარდგენის შემდეგ კი მერიამ კომპანიას ავანსად 1,299,972 ლარი ჩაურიცხა. ამავე ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ კომპანიამ სამუშაოები არასრულყოფილად შეასრულა. მერიის თანამშრომლებმა კი იმის ნაცვლად, რომ საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული პირობები აემოქმედებინათ, დამატებითი თანხა გადაურიცხა. საქმე ეხება ქალაქ ბათუმში ერთ-ერთი არხის რეკონსტრუქციას, რა დროსაც ქალაქ ბათუმის მერიამ შეპესე ტონი და კომპანიას ავანსის სახით ჩაურიცხა 1,200,000 ლარზე მეტი. აღნიშნულმა კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები, ხოლო საჯარო მოხელებმა ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია უნისონის მიერ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, კვლავ გადაურიცხეს კომპანიას 226,000 ლარი. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით არსებითად დაიღო სახელმწიფო ინტერესი და ქალაქ ბათუმის მერიას მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი. საჭირის ტელევიზიიდან გიკავშირდებით ბატონ არჩილ. ცოტა ხანში დამირეკოს. ერთი შეკითხვა მაქვს, ინფორმაცია გავრცელდა საგამოძიებო სამსახურის მიერ. მოგვიანებით ამირეკეთ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მაღალჩინოსნების საკითხს ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია გამოეხმაურა. გიორგი კირთაზი აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე გადაწყვეტილების მიმღები პირები არ იყვნენ, შესაბამისად პასუხისმგებლობა ზემდგომ რგოლს ეკისრება. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ. ანზორ თხილაიშვილმა ფაქტ სამწუხარო უწოდა, იგი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს მსგავს საკითხებს სიფრთხილით მოეკიდან. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მეორეცა სახელმწიფო უნდა იყოს ყოველთვის ფხიზლად, რომ ანალოგიური რაიმე გადაცდომები არ უნდა ხდებოდეს საჯარო მოხელეების მხრივ და ვფიქრობ, ყველა საკადრისად ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც სახელმწიფოს ხალხის ფულს შეეხება. ვერც არჩილ ვანაძე და ვერც ლაშა ბოლქვაძე ვერ იყო თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიმღები. იმ დროს თვითმმართველობაში გადაწყვეტილებას ბუნებრივია სხვა ადამიანები იღებდნენ და იღებდა დღევანდელი ხელისუფლება მაშინ გადაწყვეტილებას და ის რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ გააფუჭა და აბრალო იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ შემსრულებლები იყვნენ და ასრულებდნენ იმ დავალებას, რაც მათთან ზემდგომი მხრიდან მოდიოდა, მე ვფიქრობ არის უზნეობა. ზუსტად ვიცი რომ ეს ადამიანები ჩვენთან სამსახურში სტაჟირებიდან მოვიდნენ და რაღაცა ყველა თანამდებობა გაიარეს და მე მიაღწიეს განყოფილების უფროსსა თუ სამსახურის უფროსის თანამდებობას. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი სცენარული ამ ფაქტთან დაკავშირებით. ფაქტს გამოეხმაურა ჯემალ ანანიძეს, რომელიც აცხადებს, რომ პრაქტიკაში შესრულებული სამუშაოების დროს ავანსის გარდა თანხის გადარიცხვა მიღებული წესია და იგი კანონდარღვევად არ ითვლება. ყოფილი მერი აცხადებს, რომ თუკი ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო, რომ ავანსის ეტაპობრივად დაქვითვა შესაძლებელი იყო, მაშინ აღნიშნული პირები პასუხისგებაში არ უნდა მიეცნენ. ჯემალ ანანიძე ხელშეკრულების პირობებს დეტალურად ვერ იხსენებს, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერა არ არის. პრაქტიკაში იყო ასეთი წესი, რომ როცა ავანსი ირიცხებოდა, დავშოთ 1.200.000 საქმე რომ არ იყო შესრულებული, მაინც ხდებოდა შესრულებულ სამუშაოებზე გადაიწყება, ასეთი პრაქტიკა მეგონი მიღებული იყო. და მაშინ ეჭვი უნდა შეიტანო კომპანიაზე, ის ვერ შეასრულებს სამუშაოს და ამიტომ სანამ ავანსის თანხას ქლიანად არ ამოწურავს, შემდეგი შესრულებების დროს არ გადაურიცხო თანხა. თუ ხელშეკრულებაში იყო, რომ ავანსი როგორ გამოიქმნითოს, ანუ სანამ 1.200.000-მდე სამუშაოს არ შეასრულებს, თანხა გადაერიცხოს თუ არა. თუ ხელშეკრულებაში ჩანდა, რომ ავანსი შეიძლება ეტაპობრივად გამოექმნითოს და არა მთლიანად შესრულებულ სამუშაოზე, მაშინ ეს მისაღები ფორმაა. ამიტომ მე ზუსტად ხელშეკრულება არ მახსოვს, იმიტომ რომ პერიოდი იყო მე თუ ხელშეკრულებაზე მე არ ვაპრობდი. ჩვენ ასევე ვცდილობდით დაკავშირებას საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან, თუმცა ირაკლი ჩავლეიშვილმა ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება ჟილინის არხის რეკონსტრუქციას, ამ ეტაპზე სამუშაოებს რიგით მესამე კომპანია მშენებელი 80 ასრულებს. აღნიშნულ კომპანიას ამასად ამჯერად მერიამ თანხის 10% ჩაურიცხა. უკვე ჩატარებული სამუშაოები თვითმმართველობა კმაყოფილია, ხელშეკრულების თანახმად კომპანიამ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მომავალი წლის დეკემბერში უნდა დაასრულოს. ნაწილობრივი შესრულება იყო ჩატარებული ბოლო მონაკვეთზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დაახლოებით შუა მონაკვეთზე ჟილინის არხის. ვინაიდან იქ კიდევ რაღაცა ცვლილებებია პროექტში გასაკეთებელი, კიდევ დამატებითი პროექტირება მიმდინარეობს. ამიტომ აქედან და მშენებლობა ამავე დროს პარალელურად მიმდინარეობს აბაშიძის, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე. ეს არის ბოლო მონაკვეთი, საწყისი მონაკვეთი. სამუშაოებით რაც მიმდინარეობს და ტემპით კმაყოფილდება. თქვენ თვითონ ხედავთ, რა კეთდება, შლამი იღება, შემდეგ წყდება, იწრიტება, გააქვენ შემდეგ ნაგავსაყრელზე, ფილები იდება. გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ნახევრად უკვე დამთავრებულია სამუშაოები. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ტენდერის შედეგად ჟილინის არხის რეკონსტრუქცია სრულდება. აღსანიშნავია ერთი დეტალიც, რომ კომპანია მშენებელი 80 სამუშაოებს მხოლოდ არხის 2 მონაკვეთზე ასრულებს. მესამე მონაკვეთზე კი რითაც არხის ზღვას შეუერთდება, როგორც მერიის წარმომადგენელი აცხადებს, ატომის სადგური უნდა მოეწყოს შესაბამისი პროექტი კი მზად 2 თვეში იქნება. ნინა. ეს ქეთი ჭყონია იყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროებს კაპიტალური ხარჯების ათვისებისკენ მოუწოდებს. მთავრობის ხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ამ კუთხით რეგიონებში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და ფინანსთა მინისტრს მიმართა. რაიონებს, რომლებიც არსებულ თანხებს ვერ ითვისებენ, ფინანსები აღარ გამოეყოთ.
აჭარის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვა 5-3 წინააღმდეგ დეპუტატებმა ცნობად მიიღეს. ოპონენტების შეფასებით დასკვნა არასრულყოფილია და შენიშვნებს არ მოიცავს. მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებს ანზორ თხილაიშვილი. გარდა ამისა, ბიუროს ხდომაზე მედია ვასაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საბჭოს თავმჯდომარისა და ვიცე-სპიკერის არჩევის წესი შეიცვალოს და რეგისტრაციისთვის აუცილებელი 14 ხმა 11-ით ჩანაცვლდეს. ორჯერ ჩამორთმეული ქონება და პრეტენზიები შერეული სამთავრობო კომისიის მიმართ. ქობულეთში კომახიძის 100 ნომერში მდებარე შენობა იქ მცხოვრებ 5 ოჯახსა და სასაზღვრო პოლიციას შორის სადაოა. ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა რა აფერხებს უძრავი ქონების მოსახლეებისთვის დაკანონების პროცესს. აღნიშნულ მისამართზე 5 ოჯახი 90-იანი წლებიდან ცხოვრობს. ცეცხლაძეებს ამ ბინის დაცლა შესაძლოა უკვე მეორედ მოუხდეთ. ფართის საკუთრების აღიარებაზე შერეულმა სამთავრობო კომისიამ უარი განაცხადა. დაკანონებას ამ ოჯახებთან ერთად სასაზღვრო პოლიციაც ითხოვს. მხარებს შორის სასამართლო დავა 13 წელი გაგრძელდა. თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ბინები საბოლოოდ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. რას იზამს ეკონომიკის სამინისტრო? რა თქმა უნდა, გამოიტანს ამ ბინებს და აუქციონზე გაყიდის. ჩემი ინფორმაციით და ჩემი შიშით. არ მოგცა ცეცხლაძეს, არ მისცა იმედობრუნჯაძეს. იტოვებს მან. ელისო სამხარაძე აცხადებს, რომ კომისიამ მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის დადგენილება უგულვებელყო და დაკანონების წესი დაარღვია. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც 1993 წლით თარიღდება, ისევ ძალაშია. ოჯახი 2007 წელს ერთხელ უკვე გამოასახლეს. 5 წლის შემდეგ კი ლევან ვარშალომიძის დადგენილებით ბინა ხელმეორედ დაუკანონეს. 1993 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით მე რომ ბინა გადმომეცა, ეს დადგენილება გაუქმებული არა აქვს სასამართლოს და მე ვარ ისევ და ისევ ამ დადგენილების ამ ბინის მფლობელი. კომისია მე არ მაძლევს რეკომენდაციას და მე ამას ვაპროტესტებ. შერეული სამთავრობო კომისიის წევრი ზურა ჭურკვეიძე დადგენილების უგულვებელყოფას არადასტურებს და იმ ფაქტორებზე საუბრობს, რომელმაც უარყოფითი რეკომენდაცია განაპირობა. თითოეულ ბინაზე გააჩნდა ოჯახს პრეტენზია საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე და წარმოდგენილი იქნა თითოეულის მიერ გარკვეული დოკუმენტაცია უფლების დამდგენის დოკუმენტის შესახებ. შესაბამისად ეს გახდა ის გარემოება, რომელზეც რეკომენდაცია, არც ერთი სასარგებლოდ არ იქნა გამოტანილი. კომისიაში აცხადებენ, რომ აღიარებისთვის რომელიმე მხარეს ფართის უფლება დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა გაუქმდეს. გადაწყვეტილების მიღებისას თავი შეიკავა კომისიის წევრმა რატი მეგრელიძემ. მე ვფიქრობ, რომ უფრო სიღრმისეული შესწავლა უნდა და არა ის ერთი შეხვედრით არ ვარ კმაყოფილი, რომ მე გავერკვე ორივე მხარის პოზიციაში. არ ვფიქრობ, რომ ამ მოქმით გადაწყვეტილება საბოლოოა და ამის შემდეგ მსჯელობა ან არგუმენტების დამატების წარმოდგენის შემთხვევაში არ ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რომელსაც აწუხებთ კომახიძის ასში მცხოვრებ მოქალაქეებს. ეკონომიკის სამინისტროში სუბიექტურ ფაქტორებს გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ კომისიის გზით საკუთრება 270 ოჯახს უკვე დაუკანონდა, მათ შორის 6 კომახიძის 100 ნომერში. ამ მისამართზე მცხოვრებთა მოთხოვნასთან დაკავშირებით შერეული სამთავრობო კომისიის წევრები მათ არგუმენტებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში გაასაჯაროვებენ. ცეცხლაძეებმა კი დახმარებისთვის უკვე მიმართეს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტს. საკანონმდებლო ორგანოს სპეციალური განცხადებით გასულ კვირას მიმართა სახალხო დამცველმა. საკანონმდებლო წინადადება საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინებას შეეხება და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვისკენაა მიმართული. თემას თავისი შეფასებებით ლელა გოგოლაძე გაგვაცნობს უფრო დეტალურად. ნინო, სახალხო დამცველის ინიციატივით 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინება იურიდიულად იმ შემთხვევაშიც არ გაფორმდება, თუ მათ ეკნებათ მშობლების ნებართვა, არამედ უჩანანუაშვილი განმარტავს, რომ მსგავსი საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, სადაც განხილული იქნება მხარეთა мотиваცია და ნებაყოფლობითობის საკითხი. უჩანანუაშვილის თქმით, ეს ცვლილება იძულებითი ქორწინების პრევენციას მოახდენს. სამწუხაროდ იყო დაფიქსირებული შემთხვევები, როდესაც მშობლები აიძულებდნენ საკუთარ არასრულწლოვან შვილებს ნაადრევ ქორწინებას, სწორედ ამიტომ, რომ მოხდეს პრევენცია ასეთი ფაქტების და მე კიდევ ხაზს უსვამ, რომ ასეთი ფაქტები არის დაფიქსირებული საქართველოს რამდენიმე რეგიონში, ამიტომაც სწორედ სასამართლოს უნდა მივანიჭოთ ის უფლებამოსილება, რომ მან გადაწყვიტოს, რამდენად არის დასაშვები კონკრეტულ შემთხვევაში. სახალხო დამცველის წინადადებას ეთანხმებიან უფლებადამცველები. ისინი ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანი გოგონები იძულებითი ქორწინების მსხვერპლი სწორედ ოჯახის მატერიალური თუ სხვა ინტერესების გამო ხდებიან, თუმცა უფლებადამცველები ასევე ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების
პარალელურად უნდა გააქტიურდნენ სამართალდამცავები და უნდა მოხდეს ქვეყნის ყველა რეგიონში მოსახლეობის ინფორმირებულობა. ნაადრევი ქორწინება ეს არის გოგონების უფლების დარღვევა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ ეს საზიანო არის ჯანმრთელობისთვის, ასევე გოგონები ვერ ახერხებენ ხშირ შემთხვევაში სწავლის გაგრძელებას. ხშირად ძალადობის მსხვერპლიც ხდებიან, იმიტომ რომ დაუცველები არიან და არ აქვთ კარგად გააზრებული თავისი უფლებები. ანუ შესაბამისად ჩვენ მივესალმებით ყველანაირ ისეთ ბერკეტს, რომელიც ხელს შეუშლის ნაადრევ ქორწინებას. ქორწინებების თემა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევად, მძიმე დარღვევად ბავშვთა უფლებების სფეროში. არის თუ არა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი ამ ქორწინების მიმართ და ხომ არ დაირღვევა მისი განვითარების უფლება, მისი განათლების უფლება. ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივა იქნება, რომ ძალიან დეტალურად შეაფასოს. უჩანანუაშვილმა საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს გასულ კვირას მიმართა, თუმცა საკითხი ჯერჯერობით საკომიტეტო მოსმენაზე არ გასულა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ის მზად არის ისაუბროს საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც იარსებებს რისკი იმისა, რომ არასრულ წლების შორის იქნება არარეგისტრირებული ქორწინებები. სახალხო დამცველის ინიციატივას აფასებენ ასევე იურისტები და ამბობენ, რომ ამ მოცემულობაში რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ არსებობს. მე მიმაჩნია ჩვენ უკვე არსებული სამართლებრივი მექანიზმები, რაც გაგვაჩნია, იმის გამოყენებასაც ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ წინააღმდეგობაში მოვდივართ გარკვეულ სუბკულტურასთან. მნიშვნელოვანია სწორედ ამ მენტალურ პრობლემასთან ურთიერთობა არა იძულებითი ღონისძიებებით, არამედ საგანმანათლებლო და სხვა პროგრამებით. მხოლოდ სასამართლოს მივანიჭოთ ცალმხრივად უპირატესი უფლება, რომ მან განსაზღვროს ქორწინების ნებართვები, მიმაჩნია, რომ საკამათოა, მნიშვნელოვანია მშობლის ინსტიტუტი ამ პროცესში არ გამოიწყოს. სასამართლო სისტემაში საქმის წარმოების პროცესს კიდევ უფრო მეტად გადატვირთავს, შეაფერხებს, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ეს ინსტიტუტი ქორწინების რეგულაციის საკითხი ისედაც მოწესრიგებულია. მიმდინარე წლის 1 აპრილს ზალაში შევიდა 150 პრიმამუხლი, სადაც დაკონკრეტდა დეფინიცია იძულებითი ქორწინების შესახებ. იურისტთა განმარტებით, თუ მეუღლე, მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი არასრულწლოვანს აიძულებს ქორწინებას, ის ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიეცემა. ნინო? ეს იყო ლელა გოგოლაძე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოს მუფც ბეგლარ ქამაშიძესა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველს ჯემალ პაქსაძეს შეხვდა. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს, რელიგიათა შორის ურთიერთობებს, ტრადიციად ქცეულ შემწყნარებლობასა და ტოლერანტობას შეეხო. ავთანდილ ბერიძემ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მადლობა გადაუხადა. საუბარი იმ თემებზე, რაც გვაღელვებს ყველას, სახელმწიფოს, ხელისუფლებას და მუსლიმთა თემს. და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები ყველა არის ამოწურვადი, ეს საკითხები ყველა არის გადაწყვეტადი, ყველაფრის გაკეთება შეიძლება საუბრით და კეთილგანწყობით. და ჩვენ ორივე მხარე ამ შემთხვევაში დავადასტურეთ კეთილგანწყობა. მუსლიმი და ქრისტიანი თემები არიან ძმები და მეგობრები და ჩვენ გეგმავთ, რომ ვიქნებით უფრო მეტად, უფრო ახლოს და ყველანაირ პრობლემებს, რაც თუ იქნება ჩვენს კუთხეში, ამას გადავჭრით ერთად და არანაირ სხვა ძალებს არ მივცეთ იმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს აჭარას ვინმე ზარალი მიაყენოს. ანსამბლი ბეთლემი იუბილარია ეს და სხვა მთავარი ამბები ანონსის შემდეგ არ გადართოთ. არის თუ არა მზად და როგორ ხდება ზაფხულის ტურისტულ სეზონს ბათუმის სპორტული ინფრასტრუქტურა. ჩვენ შევარჩიეთ ისეთი სახეობები, სადაც ის ინფრასტრუქტურას და პასუხობს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რამე თუ ჩვენ ჩავატაროთ საერთაშორისო ტურნირს. ხალხში სპორტული ცხოვრების გააქტიურებას რამდენიმე დღეში ელოდებიან. ეს არის მთავარი ცხრაზე. სოფელ ცეცხლაურში მეორე საჯარო სკოლა შენდება, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან გაიხსნება. სკოლა 9 კლასიანია და 100 მოსწავლეზეა გათვლილი. სამუშაოებზე ბიუჯეტიდან 460,000 ლარი გამოიყო. პროექტი გაკეთებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ადაპტირებული იქნება, მოეწყობა ის ყველა საჭირო ატრიბუტი, რაც ჭირდება აღნიშნული კუთხით, არის პანდუსი, სველი წერტილების შესაბამისად, სპორტდარბაზთან მისასვლელი, ასე რომ ყველა ის ძირითადი მოთხოვნები, რაც არის გათვალისწინებული. ჭარაში ამ წუთას ვახორციელებთ 20 ინფრასტრუქტურულ პროექტს. ეს არის ერთ-ერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებულად მიდის და დაახლოებით თქვენ ნახევარში ჩვენ გავხსნით აქ ახალ სკოლას.
აქ იყო სკოლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში, პრაქტიკულად ავაშენეთ ახალი და პრაქტიკულად უკვე აქ არის დასრულების სამუშაოები ამ წუთას. აჭარაში ტყის ფონდის სრულფასოვნად ინვენტარიზაციისთვის ტყეების აეროფოტოებს გადაიღებენ. ამჟამად საველე სამუშაოები მიმდინარეობს. მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სპეცთვითმფრინავი დაათვალიერა, რომელშიც ციფრული აპარატურაა დამონტაჟებული. დაიგეგმა ტყის გადაღების და მთლიანად აეროფოტო გადაღების პროექტი, რომლის ფარგლებშიც აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყო 1.600.000 ლარი, მოიგო კომპანიამ გამოცხადდა გამარჯვებული, რომელიც 2016 წლის 20 დეკემბრამდე მოახდენს მთლიანად ტყის მთლიანად აჭარის 250.000 ჰექტარის გადაღებას, მის ბაზირებას, მის ელექტრონულ ვარიანტად წარმოქმნას. სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სამსახურს ექნება იმის საშუალება, რომ ზუსტად იცოდეს რომელ ტერიტორიაზე რა მარაგები არის, რა რაოდენობით მარაგი შეიძლება, რომელი კვარტლიდან თუ ლიტერიდან იქნეს გამოყენებული, გზების გეგმარება, რომლითაც იქნება ყოველივე ეს მარაგი გამოტანილი ტყიდან და უამრავი საქმიანობა, რომელსაც სამწუხაროდ დღეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ვაკეთებთ ვიზუალური დაკვირვებით. ამ ეტაპზე ჩვენ ვიღებთ აჭარის ტერიტორიას დაახლოებით 2500 კვადრატული კილომეტრი. შიგნით არის დამონტაჟებული მაღალი სიზუსტის საერო გადამღები აპარატურა, რომელიც DMC2, ესე არის ეს Leica Geosystem-ის აპარატურა არის, რომელსაც ჩვენ იღებს სამ სპექტრულ დიაპაზონში, ეს არის შავ-თეთრი, ფერადი და ინფრაწითელი და ამ აპარატურის საშუალებით შესაძლებელი იქნება გაკეთდეს უფრო დეტალური ტყეების ინვენტარიზაცია, ვიდრე ეს თუნდაც აქამდე გაკეთებული. ყინულის მოედანი, ფუცალის დარბაზი, სპორტ სკოლა, რაც თავაზობს ეს და სხვა ბათუმში მოქმედი სპორტული დაწესებულებები ადგილობრივებსა და ტურისტებს ზაფხულის განმავლობაში. დაგეგმილი ღონისძიებების კალენდარს ლაშა ველიაძემ გადახედა. ბათუმის სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრი ქალაქში ერთადერთი ადგილია, სადაც ბათუმში მყოფ ტურისტებს პლაჟზე მიღებული რუჯის შემდეგ ყინულზე დადგომა შეუძლიათ. ცენტრში გარდა ყინულის მოედნისა 800 ადამიანზე გათვლილი ფუტზალის სტანდარტების მრავალფუნქციური დარბაზიც მუშაობს, რომელიც არაერთი საერთაშორისო ტურნირის მასპინძელია. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდობის ცენტრის სპორტული ინფრასტრუქტურა მთლიანად მზად არის ტურისტული სეზონისათვის. 2015 წელს სპორტულ-ახალგაზრდობის ცენტრმა მოამზადა სპეციალური შეთავაზება აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისათვის, რომელთაც ეძლევათ საშუალება ბათუმში, გარდა იმისა, რომ დატკბენ ჩვენი ძალიან ლამაზი ქალაქითა და ზღვით, ამავდროულად მიიღონ მომსახურება ოლიმპიური სტანდარტის ყინულის მოედანზე და გაიარონ პროფესიონალური სასწავლო-საცნო შეკრებები. ყინულის მოედნისგან განსხვავებით ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უჩივიან ბათუმის სასპორტო სკოლაში. დირექტორის მოადგილე ბადრი შამილაძე ამბობს, რომ ზოგიერთი სახეობისთვის დარბაზების სტანდარტებს აკმაყოფილებს, ზოგიერთი კი შესაბამის გადაიარაღებას საჭიროებს. მიუხედავად ამისა, სასპორტო სკოლა მზადაა საერთაშორისო ტურნირების მისაღებად. სასპორტო სკოლა აწარმოებს რიგ მოლაპარაკებებს კერძოდ უკრაინის ორგანიზაციებთან, საიდანაც გვინდა შემოვიყვანოთ სპორტსმენები, პარალელურად გვინდა რომ ჩავატაროთ რიგი შეჯიბრებები ერთობლივი მათთან ერთად. ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტშიც ღიად საუბრობენ, თუმცა პრობლემების მიუხედავად, მთელი ზაფხულის განმავლობაში ადგილობრივებს თუ ჩამოსულ სტუმრებს არაერთ სპორტულ სანახაობას პირდებიან. გეგმება არაერთი საერთაშორისო დონის ტურნირი, ძალიან მასშტაბური ტურნირები, ამაში შედის როგორც მსოფლიო ჩემპიონატები, ასევე ევროპის ჩემპიონატები სხვადასხვა სახეობებში, ასევე ქვიშის სახეობებს ვაქცევთ ყურადღებას და აქაც დაგეგმილია რამოდენიმე საერთაშორისო ტურნირი. ვფიქრობთ, რომ მთელი ზაფხული ვიმეორებ დატვირთული იქნება სპორტული ღონისძიებებით. სპორტულად დატვირთული ზაფხულის მოლოდინი აქვთ რიგით ბათუმელებს. მათი თქმით, ეს გართობისა და ტურისტების მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა. შესაბამის ღონისძიებებს მოყვება და ინტერესება უცხოელი ტურისტების მხრიდან. ძალიან საჭირო იქნება, იმიტომ რომ ტურისტი ბევრია ბათუმში და შესაბამისად უნდა იყოს. საჭიროა და ვალდებულებიც არიან მგონი. ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ აი რაღაცა სპორტული ჟენი იქნება ახალგაზრდობაში. აჭარის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ტრიატრონში, ევროპის ჩემპიონატი ბილიარდში, საერთაშორისო ტურნირები სპორტულ ცეკვებში, კარატეში, საპლაჟო ფეხბურთში და ცურვაში, უკრაინელ სპორტსმენთა საწვრთნელი შეკრება ბათუმის სასპორტო სკოლაში და საერთაშორისო ტურნირები ყინულის სასახლეში. ეს იმ ღონისძიებათა მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც ბათუმის ზაფხულის სეზონზე უმასპინძლებს.
ასე რომ არ დაივიწყოთ დასვენებასთან ერთად ცხოვრების ჯანსაღი წესი. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობის შემდეგ ბათუმელი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. ბოლო პერიოდში წარმატება მან ჩაქვში ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა, როცა ვიცე-ჩემპიონი გახდა. კონტინენტის პირველობამდე ძალიან ცოტა ნახევარი ქულა დააკრა, თუმცა ნინო მსოფლიო რეიტინგში მოწინავეა და მე-16 ადგილს ინარჩუნებს. ნათია ლომაძე წარმატებულ ქართველ მოჭადრაკეს ახლოს გაგაცნობთ. ნინო ბაციაშვილის მიერ საჭადრაკო სულების გაკეთებას ამ შემთხვევაში მართლაც შეიძლება ერქვას თამაში. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი მისი თამაში ევროპაში ვერცხლის მედლით, მსოფლიო გუნდური და ევროპის საკლუბო პირველი ადგილები დასრულდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ბოლო ჯილდო სწრაფ ჭადრაკში ევროპის პრიზიორობაა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ 10 თვის განმავლობაში. თავიდან ძალიან კარგად დაიწყო ჩემთვის ტურნირი, 8 შესაძლებლობიდან 7.5 ქულას მოუყარე თავი, 7 მოგება და 1 ფრე მქონდა. და უკვე ჩემპიონობისთვის ვიბრძოდი, მაგრამ მე-10 ტურში განცდილმა მარცხვა. სამწუხაროდ განაპირობა ის, რომ უკვე ნატალია ჟუკოვამ გადამიწრო ნახევარი ქულით და ბოლო ტურში კი მოვიგე, მაგრამ იმან თავისი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. იმას რომ ფრე დაემთავრებინა, უკვე დამატებითი მაჩვენებლით მე პირველზე გავიდოდი, მაგრამ იმანაც მოიგო თავისი პარტია და გამასწრო ნახევარი ქულით. აქტიური სატურნირო პერიოდის შემდეგ პასიურ დასვენებას გეგმავს. უყვარს ზღვა, სეირნობა და მეგობრებთან ერთად ყოფნა. ერთკვირიანი პაუზის შემდეგ 28 წლის საერთაშორისო დიდოსტატი დროის დიდ ნაწილს ისევ ჭადრაკს დაუთმობს. ეხლა მოვიმატე 26 პუნქტი რეიტინგში, საერთაშორისო დიდოსტატის წოდებაც ბალიც ავიღე მამაკაცთა შორის. და მე 16 მე-17 პოზიციაზე გადავინაცვლე მსოფლიო რეიტინგში. ახლა მინდა რომ გავხდე მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი. გადავიდე იმ ზღვარს, რასაც ქვია 2500 საერთაშორისო რეიტინგი და რაც შევეცდები ეს მოვიპოვო. ჭადრაკის თამაში მამამ 5 წლის ასაკში ასწავლა. საუნივერსიტეტო განათლება კავშირგაბმულობის სფეროში მიიღო, თუმცა პროფესიად მაინც სპორტი აირჩია. უნივერსიტეტი დავამთავრე კავშირგაბმულობის სპეციალობით 2008 წელს, მაგრამ 2008 წელს გავხდი უკვე საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და მივხვდი რომ ჯობდა ჭადრაკი მეთამაშა, იმიტომ რომ აქ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევდი. ჭადრაკს 23 წელია თამაშობს. ფიქრობს, რომ მისი კარიერის განმავლობაში 2015 წლის ქალთა შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ყველაზე გამორჩეული იყო. ტურნირი, სადაც ნახევარმა ქულამ მედლის სინჯი განსაზღვრა. ყველაზე დიდი მიღწევაც და იმედგაცრუებაც მაინც ეს ევროპის ჩემპიონატია ჩემთვის. იმიტომ რომ მეორე ადგილი ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემ კარიერაში, მაგრამ ასევე ყველაზე დიდი იმედგაცრუებაც არის. პირველი ადგილის დაკარგვა. ანსამბლი ბეთლემი 10 წლისაა. საიუბილეო თარიღი მოცეკვავებმა სცენაზე აღნიშნეს. მათგან უმცროსი წევრი 13, უხუცესი კი 70 წლისაა. ჯილდო აჭარული ცეკვების საუკეთესო შესრულებისთვის საპრიზო ადგილების საერთაშორისო ფესტივალებში მცირე ასაკის მიუხედავად ბეთლემმა უკვე მოიპოვა უამრავი წარმატება. ქედის ქორეოგრაფიული ანსამბლი 10 წლისაა. ბეთლემს იუბილე ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის კულტურის ცენტრებმა მიულოცეს. მიულოცავ ანსამბლ ბეთლემს 10 წლის იუბილეს, წინსვლას და წარმატებებს ვისურვებ ყოველივე საუკეთესოს. ჩვენ კულტურის ცენტრის ანსამბლი კოლხეთი დიდი სიამოვნებით, დიდი ხალისით ამოვედით, რომ მიგვეღო მონაწილეობა და მათი ერთმანეთის სიყვარული გამოგვეხატა. ბეთლემის რეპერტუარი ძირითადად ტრადიციული ცეკვებისგან შედგება, რომელშიც მთიელი ხალხის კულტურა და სულია გადმოცემული. 25 წევრიანი ანსამბლის უმცროსი წევრი 13, უხუცესი კი 70 წლისაა. ძალიან ასაკიანი მოცეკვავები დავიწყეთ, იმიტომ რომ არანაირი საშუალება არ ჰქონდა. 2 წლის განმავლობაში არანაირი ხელფასი არ ჰქონდა, მუშაობდით ენთუზიაზმით. აქედან მე და მე ნელა ახალგაზრდები დავამატეთ. გვაქვს ფოლკლორის ცენტრის მიერ სერტიფიკატი აღებული, წელსაც ვღებულობთ მონაწილეობას, როგორც ვიცით, ტარდება სექტემბრის თვეში. ასე რომ ვეცდებით თავიდან ბოლომდე მივყვეთ ფოლკლორს. გვაქვს უამრავი ცეკვა, რაც ძველი დადგმული, როგორც ფოლკლორი და ისტორიული ილეთები გვაქვს ჩართული. ასევე ის გვაქვს განდაგანა სამი სახის, სულ ძველი განდაგანადან დაწყებული, თანამედროვეზე დამთავრებული, ლაზური, ახალი ცეკვებიც გვაქვს ქართლა ხორუმი, კინტაური, მაგრამ უფრო მეტად, როდესაც გავდივართ ფოლკლორულ ღონისძიებებზე, ამ შემთხვევაში გაგვაქვს რა თქმა უნდა ფოლკლორული ცეკვები და ვფიქრობ წარმატებული ანსამბლი ვართ. ანსამბლის ჩამოყალიბებაში გაწეული წვლილისათვის დამაარსებლები და ქორეოგრაფები აჭარის კულტურის სამინისტრომ და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. ჩვენ ვამაყობთ, იმიტომ რომ
ანსამბლი ჰყავს ესეთი, სადაც არ უნდა იყოს, რა ღონისძიებაც არ უნდა იყოს, ყველგან გამოიჩინება, ყველგან წაიყვანება და გამგეობის პროგრამის ფარგლებში ჩვენ დავაფინანსეთ შედლების საგვარად რა თქმა უნდა ჩვენი გამომდინარე ღონისძიება. სამინისტროში მოდის ყოველწლიურად მოწვევები და აი ამ მოწვევების საფუძველზე ირჩევა საუკეთესო კოლექტივები, მათ შორის ქედის ანსამბლის ჩარშან ორჯერ იყო თურქეთის რესპუბლიკაში ფესტივალზე, ასე რომ წელსაც შეუძლიათ მოწვევის შემთხვევაში მიიღონ მონაწილეობა. სამახსოვრო საჩუქრები ბეთლემმა სხვა სტუმრებისგანაც მიიღო. მშობლიურ სცენაზე შესრულებული პოპურით კი მაყურებლების ოვაციები კიდევ ერთხელ დაიმსახურა. ხვალბათუმის ხელოვნების მუზეუმს აუცილებლად უნდა ესტუმროთ იქ ნიკო ფიროსმანიშვილის სახლ-მუზეუმში დაცული ნამუშევრებით აგვხდებათ 13 ნახატი და პიკასოს პორტრეტი. თბილისის, ქუთაისისა და წინანდლის შემდეგ ბათუმში პირველად ჩამოდის. გამოფენა 16 საათზე გაიხსნება და ჩვენს ქალაქში 30 ივნისამდე დარჩება. იგი პირველად იფინება ბათუმში და ამ ხრივად ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს წარმოდგენილია 13 ნამუშევარი და ფიროსმანის ორიგინალებთან ერთად არის მისი გამოფენების ამსახველი აფიშები, რაც ვფიქრობ, ასევე არანაკლებ დაინტერესებს ჩვენს დამთვალიერებელს და ამავე მუზეუმის კოლექციის ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიმუში ეს არის პიკასოს ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი შესრულებული 1972 წელს. ვატერლოოს ისტორია ხელოვნებაში ბელგიაში გამოფენას ათობით სპეციალისტი ამზადებს. შარშანდენთან შედარებით წელს ექსპოზიცია საფრანგეთის იმპერატორის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ახალი დეტალებით ასახავს. ნაპოლეონის სენ ბერნარის უღელტეხილზე ჟაკ ლუი დავიდის ეს ცნობილი სურათი და დიდი მხედართმთავრის ორკუთხა ხუდი ათასობით სხვადასხვა ფერის კუბიკისგან შეიქმნა. პლასმასის დეტალებისგან აიგო იმპერატორის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რეზიდენცია მალმეზონის სასახლე. ლეგოს კონსტრუქტორის მოდელების გამოფენა, რომელიც საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ასახავს, ბელგიის ვატერლოოს მუნიციპალიტეტში გაიხსნება. ანალოგიური გამოფენა პირველად 2014 წელს საფრანგეთის ქალაქ რიეუე მალმეზონში ნაპოლეონის პირველი მეუღლის ჯოზეფინას გარდაცვალების 200 წლის თავს მიეძღვნა. ახლა კი ექსპოზიციას მრავალი ახალი ექსპონატი დაემატა. მათ შორის ვატერლოოსთან ბრძოლის დროს ორგანიზებული ნაპოლეონის შტაბი. საგამოფენო დარბაზში მთავარი ექსპონატი იმ სახლის მოდელია, რომელიც იმპერატორისთვის ბოლო თავშესაფარი გახდა. გამოფენას 20-ზე მეტი სპეციალისტი ამზადებდა და მასზე ათასობით სამუშაო საათი დაიხარჯა. ყველაზე შრომატევადი ინვალიდების სახლის ტაძრის გუმბათის მშენებლობა იყო. ეს კონსტრუქცია 2.5 მეტრის სიმაღლისაა. იგი 9 ტონას იწონის და 300,000-ზე მეტი დეტალისგან შედგება. მის ასაგებად 5,000 საათი დაგვჭირდა. გამოფენაზე ბრძოლის სცენების რეკონსტრუქცია არ იქნება, ასეთია კომპანია ლეგოს პოლიტიკა. ორგანიზატორთა მიზანი კი ახალგაზრდა თაობისთვის ვატერლოოს ისტორიის ახლოდან გაცნობა. ჩვენ გვსურდა რაღაცის მოწყობა ბავშვებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივ მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან ერთად მოდიან. ეს გამოფენა ჩვენს მოლოდინს ამართლებს. იგი ყველა თაობას ვატერლოოსთან ბრძოლისა და იმპერიის პერიოდის მნიშვნელობის უკეთ გაგების საშუალებას აძლევს. 18 ივნისს ვატერლოოში ისტორიული ბრძოლის რეკონსტრუქცია მოეწყობა, რომელიც ნაპოლეონისთვის უკანასკნელი ბრძოლა გახდა. ამ ბრძოლის წყალობით იგი ტახტის დაბრუნებას ცდილობდა, რომელზეც 1814 წელს უარი განაცხადა, მაგრამ დიდი მხედართმთავარი დამარცხდა და სიცოცხლის ბოლო წლები წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებაში გაატარა. თუ ბელგიაში ვერ წახვალთ, აუცილებლად ნახეთ ნიკო ფიროსმანის გამოფენა ხვალბათუმში. ასეთი იყო მთავარი ცხრაზე. ყველა ამბავი შეგიძლიათ ნახოთ Facebook-სა და ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე ajaretivi.gr. მე ხვალამდე გემშვიდობებით.